მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ ჯვარის ხმა სტუდიაში თქვენთვის მარიამ შეროზია ვმუშაობ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ მეწარმე ქალბატონი ლეილა შელია. მოგესალმებით ქალბატონო ლეილა, მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, მოწვევისთვის. გისმენთ ყურადღებით. რომ დავიწყოთ თავიდან, სრულიად განსხვავებულ საქმეში და საქმიანობაში, სრულად რეალიზებული ქალბატონი, როგორ აღმოჩნდით აი ამ მეწარმეობაში და რა გახდა ამ ყველაფრის ესე ვთქვათ ინსპირაცია? ძალიან თავიდან უნდა დავიწყო ალბათ ამაზე ფიქრი, იმდენად რამდენადაც მე მოვხვდი ამ დიდ ოჯახში და ვარ ამოდენა სახლის, ასე ვთქვათ, არც თუ ისე პატარა დიასახლისი, ყველს სულ ვაწარმოებდი. ოჯახში ფეხის შემოდგმიდან მთელი 36 წლის განმავლობაში. ყოველთვის მინდოდა აღმომეჩინა ახალი გემოები და როდესაც ნაყიდ ყველს მივირთმევდი, მინდოდა იგივე თვითონ გამეკეთებინა. ვამსგავსებდი, მაგრამ ეს იყო სრულიად სხვადასხვა. ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, რომ გადიოდა ფაოს ტრენინგს და ამ ტრენინგების შემდეგ ვნახე რა იყო ნამდვილი ყველი, რა იყო სუფთა არტიზანული ყველის წარმოება მეგრული რძით. ასე ვფიქრობ, რომ მე შევძელი და მე ეს გამომივიდა. სანამ უკვე მზა პროდუქციას მივიღებთ, ძალიან დიდ გზას გადის, ხო? ყველი საბოლოო სახე რომ მიიღოს. დიახ, ჩემი ერთი დღე ასეთია, თუმცა ზოზინით ვდგები, მოგეხსენება, რომ ჩემი ხერხემალი არც თუ ისეთი ჩამრთელია, მაგრამ აი სული მაქვს იმისთანა ჯანსაღი, რომ მაინც მივდივარ. შენ ვერ წარმოიდგენ, რომ ჩემი ქალბატონები ბოსელში როცა შევდივარ, ყველანი ფეხზე დგებიან და მოწიწებით მესალმებიან, ოღონდ მართლა იუმორის გარეშე მიწევს მათი ჩამოწელა, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე მეხმარება, ნამდვილი კიუტი ადამიანია, მაგრამ მაინც მეხმარება, იმიტომ რომ ერთს ამბობს, მაგრამ გულით იმდენად კეთილია, რომ ამ რაღაცებში ხელს მიწყობს. მოუვლის, რა თქმა უნდა, აჭმევს და მე მივდივარ მოსაწველად თვითონ გადენის. მე ჩაწურვა თუ რძე შესანახია და გასაცდელი, მასაც თავისი პროცედურები უნდა. მოგეხსენებათ, რომ ეს არტიზანული ყველი პასტერილიზაციის მეთოდით კეთდება და ყველა ამ წესრიგს ვიცავ და ვაკეთებ, რომ ყველი გამოვიდეს სრულყოფილი და ჯანსაღი. სულ რამდენი სახეობის ყველს აწარმოებთ ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე ვაწარმოებ მეგრულ ჭიღრას, ანუ გაწურული მაწვნის მეთოდით რო კეთდება. დერგის ყველიც ვაწარმოებ, როგორც იმერლები აწარმოებენ ისე. სულუგუნი, ჩვენი სელეგინი, სულ უსმება მას ხაზს, რომ სელეგინი ჩვენია და ტრადიციულად ოჯახში უნდა იყოს. კაჩოტა, სხვადასხვა გემოებით, ღვინოში დავარგებული, მოცვში დავარგებული, სხვადასხვა სანელებლით, ტარხუნით, ცერეცოთი, წითელი ბულგარულით და პომიდურით, რა თქმა უნდა, ამას ვაშრობ ყველას ჩირის აპარატით, ლეღვით გავაკეთე, ყავით და ნიგზით, აგრეთვე თაფლით. ანუ სინჯი ყველა ის გემორისთან, რასთანაც მე ყველი მომეწონებოდა. რასთანაც ერთად შეიძლებოდა მიმერთმია სულგუნი და ჩემთვის ეს ყოფილიყო სიამოვნება. ყველი ჩემი სუსტი წერტილია, როგორც ასეთი. ამის გარდა ვისწავლეთ ბურატას დამზადება, იგივე სტრაჩატელა, ჩამოყვანან ერთმანეთს, ბრინზა, ფეტა, ჰელუმი, აგრეთვე თვითონაც ვცადე დამეტესტა. ანუ ცოტა გადავუხვიე სულუგუნს და დავავარგე ყავაში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. აი ამ გემოების ძიებაში თუ დაგრჩათ კიდევ რამე ისეთი, რასაც ფიქრობთ, რომ სამომავლოდ გამოიყენებთ ყველში? კი, აუცილებლად გამოვიყენებ. ჩემი მიზანია, რომ ყველში ჩავდო მთელი სული და გული. აი წარმოიდგინეთ, რომ მეგრელი იტყვის, რომ
ვალიოკო გეშეპუნება. ამოყვანა ეს იმდენად კარგად გამონათქვამია, რომ ამ დროს ისეც მომხდარა, რომ რაღაცა სხვას მივაქცი ყურადღება და ცოტა წამოდუხდა ყველი მთლიანობაში. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, როცა სხვადასხვა საკაზმი გავუკეთე და ეს საკაზმი იყო მწვანე სუნელები და მწვანე წიწაკა. მე პირადად ძალიან მომეწონა. თუმცა იქ შენახვის ვადა მხოლოდ 14 დღეა. აგრეთვე კრემყველის შენახვის ვადაც არის 14 დღე. ძალიან კარგი გამოგვდის, ვისწავლეთ რა თქმა უნდა ჩვენი ტექნოლოგიებისაგან, ფაოს ჯგუფმა გვასწავლა და დღემდე არ ვიშვები ყოველთვის როცა არა მაქვს და არ დევს მაცივარში, სტაბილურად მასაც ვამზადებ. რა პერიოდი სჭირდება გარკვეულ, თუნდაც ერთი სახეობის სკოლას, რომ ესე საბოლოო სახე მიიღოს და უკვე იყოს მზად, რომ მოხდეს მისი რეალიზება. დიდი შრომაა გასაწევი. ვერ ვიტყვი რომ ეს ადვილია. ჯერ რძის პროცედურები ვიცით, როგორი გასავლელია მისი გაციება, გაცხელება, დამზადება, ჩაჭრა, ჩაკვეთა, მისი ამოყვანა, ანუ გაწურვა, მერე მარილწყალში ჩადება, მარილწყლის შემდეგ მაცივარში ვდებთ და ეს ყველი სულ უნდა ატრიალო და ათამაშო, რომ არ გასკდეს და თავისი ფორმა უცვლელი დარჩეს. შემდეგ ზეითუნის ზეთით მუშავდება ხოლმე. გააჩნია სულ უნდა დააკვირდე ამ ზეითუნის ზეთის წასმა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გასკდეს ყველი. ანუ მისი ყდა არ უნდა გადახუნდეს. თუ მაგალითად რაღაცა შეიძლება რომ მე ბიობაქტერიაშიც აბანავო და ასე შემდეგ, მაგრამ მაგალითად ჯერჯერობით არ დამჭირვებია ამ პროცედურების გავლა. ახლა მაქვს 1 წლის დავარგებული ყველი, აგრეთვე ბრინზა მაქვს შენახული ზეითუნის ზეთში და სხვადასხვა სანელებლებში, მაგრამ როგორც ხედავ, ფორმა უცვლელია და რაც დრო გადის, უფრო და უფრო უკეთესი გემოაქვს. სამწუხაროდ მსმენელი ვერ ხედავს და ვერ ახერხებს ახლა ამ ყველაფრის ხილვას, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ აქ საოცრებები გვილაგია წინ და გემოებზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. რეალიზებას როგორ ახერხებთ და რამდენად არის ზოგადად აი ეს ბაზარი, რომ თქვენი პროდუქცია რაც შეიძლება მეტად გაყიდოთ? ადამიანის გუნება ისეთია, რომ მაინც რაღაც გამოსავალს ეძებს და სულგუნი უფრო ხელმისაწვდომი ფასებია და ეს ცოტა ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა მეტად სარგებელია ადამიანისთვის, ბავშვისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, უპირველეს ყოვლისა, ვინც ვერ გუობს ლაქტოზას. რეალიზაცია ვერ ვიტყოდი რომ ახლა ამით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვარ კმაყოფილი თვითონ ამ ახალი ადამიანებით, ახალი კოლეგებით, ამ ვორქშოპებით, ტრენინგებით, გამოფენებით. ალბათ რაღაც ახალი მჭირდებოდა ცხოვრებაში ერთი ადგილის ტკეპნის გარდა და ეს იყო ალბათ ეს სიახლე ამასაკისთვის. ტრადიცია ახსენეთ თავიდან და სიძველეები, მოკლედ ამ ოჯახში შემოსვლის შემდგომ, რომ ფაქტიურად თქვენ გადმოიბარეთ ოჯახის დიასახლისობა. კიდევ გარდა ყველის წარმოებისა, აი ესე ძველი, ესე ვთქვათ, ტრადიციებიდან ხომ არ გეგმავთ, რომ რაიმე გაახლოთ და მოკიდოთ ხელი ახალ საქმეს? ყველის საქმეზე მეტად არ ვიცი, ისე ვფიქრობდი, რომ ჩირის საქმეც თან და თან მერეგულირებინა, მაგრამ იმდენად შრომატევადია, რომ ყოველთვის ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გამოსდეს, შეიძლება არაფერი არ გამოუვიდეს, ამიტომ ისევ ყველაზე ვიქნები ორიენტირებული. გარდა ამისა, მე ვიცი, რომ მუშაობთ თექაზე და აი ამ ჰობზეც რომ მოგვიყოთ. თექაზე მუშაობა უბრალოდ ჰობია, როდესაც რაღაც საქმეებით იღლები, როდესაც ძალიან ან გაბრაზებული ვიყავი, ან განაწყენებული, ახალგაზრდობაში ვუკრავდი ხოლმე და
მამშვიდებდა ეს და მართალი გითხრა ცოტა ცხოვრების ამ ტრაგიკული მონაკვეთების გამო რომ უნდა გვეგლოვა წყობით ამ საქმეს ვერ მივყევი მე ბოლომდე. თუმცა სიმღერა რასდროს არ მეხერხებოდა როგორც წესი და რიგია, მაგრამ დაკვრა სულ მიყვარდა ყოველთვის. მე იყო თექა, მე არის წიგნები, რა ვიცი, ყველაფერი მიყვარს და მამშვიდებს, თვითონ გარდენიაც მამშვიდებს მიწასთან მუშაობა, ყვავილები, მაგრამ ერთ ადამიანს ამისთვის ბევრი დრო არჩება. თექისგან ამჟამად ვაკეთებ უფრო წიწაკებს, ხილს, ვკინძავ ამას და საბავშვო ბაღშიც ბავშვებს ვახალისებ ამით. გარდა ამისა, ხელი მივყავი პაპიე-მაშეს ხელოვნებას, რომელიც ძალიან მამშვიდებს და ვფიქრობ, რომ ბავშვების კატეგორიებს ძალიან მოუხდებოდათ ამის გაკეთება, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი ანჩხლობს, რაღაც უნდა გააკეთოს, დაფშვნას, დაამტრიოს და ჩვენ ხო დიდი ბავშვები ვართ, ამიტომ რომ ჩავიხედოთ პატარა ბავშვების გუნებაში ძალიან სასარგებლო რამ არის. რამდენჯერ ვთქვი, რომ შეიძლება ეს სადმე ხელოვნების სკოლამ ჩამრთოს, ვასწავლო, თვითონაც გავაკეთო, ჩართული ვიყო თქო, მაგრამ არავინ არ გამომეხმაურა სამწუხაროდ. თუმცა როცა მენატრება თვითონ ვაკეთებ ამ ყველაფერს. როგორ ახერხებთ რომ ეს ყველაფერი შეათავსოთ ერთმანეთს, იყოთ სამსახურში, რამოდენიმე ბაღში მეთოდისტად იმუშაოთ, ვაწარმოოთ ყველის ძალიან ბევრი სახეობა, იყოთ ამხელა ოჯახის დიასახლისი და ნუ ეს ყველაფერი ფაქტიურად კი ახსენეთ რომ გეხმარებათ მეუღლე, მაგრამ ძირითადად აკეთოთ მარტო. კი, მეუღლე მეხმარება ყველაფერში, მაგრამ ყველაფერშიც მიშლის ხელს. თავისებურად თქვათ ყველაფერი ისე ვერ იქნება მოწყობილი ადამიანის ცხოვრებაში, როგორც თვითონ უნდა, მაგრამ აი იცი როგორ აღარ მინდა თავს გამოვუტყდე და თქვა სრული სიმართლე რომ ხანდახან აი იმ სათამაშო ცხენს ვგავარ ჩვენს ბავშვობაში რო იყო რკინის იყო ოღონ პლასტმასის არა და პატარა გასაღები მოყვებოდა და რომ მართავდნენ ამას ჩვენი მშობლები ჩვენ რატომღაც ვერ ვახერხებდით ამის მომართვას დიდხანს დაარბოდა ოთახში სანამ რამეს არ შეეჯახებოდა მაშინ მოგეხსენება ჩემს ბავშვობაში მებელი არსად არ იდგა ბევრი იყო ერთი დივანი ატამანკას ვეძახდით ამას მეკრელები და დადიოდა აი აქ ციკ 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 ხანდახან ჩემს თავს ვადრი ამ სათამაშო ცხენს რომ ძალიან ბევრს დავდივარ და დაურბივარ რომ რაღაცები მოვასწრო მაგრამ ყველი ერთადერთი რასაც ვასწრებ ღამე ძალიან ბევრს ვკითხულობ და ვამზადებ იმას რასთანაც შეხება მაქვს მეორე დღეს საბავშვო ბაღებში და მუზა არ მიქრება ხოლმე არასოდეს ახლა საშემოდგომო კედლისთვის იმდენი რამ დავამზადე თვითონაც მე სიამოვნა რო გადავხედე და ახლა გვაქვს კიდევ ძალიან დიდი ღონისძიება სერტიფიკატები უნდა გადმოგვეცეს და იმ დღისთვის ჩირიდან მე და ლალიც დამეხმარა ისეთი კარგი პირამიდები ავაწყვეთ რომ აუცილებლად უნდა გიჩვენა სანამ წავხო რა საომავლო გეგმები გვაქვს ყველთან დაკავშირებით. აღარ ვთანხმდებით რომ არ ვახსენებთ პენსიაზე გასვლას ჯერ ძალიან ადრეა. აი ძალიან მომწონს რომ გამოფენებზე დავდივარ. მადლობელი ვარ ფაოსი რომ არა ეს ტრენინგები ჩემს შრომას ვერასოდეს ვერ დავაფასებდი. მე დავაფასე საკუთარი შრომა და გავედი ბაზარზე, რაც ძალიან გამიჭირდებოდა სხვა დროს. თუმცა, გეტყვის სიმართლეს ახლა. რომ ვიყავი ექსპო ჯორჯიას გამოფენაზე, თქვა ბათუმში ვიყავი და სხვადასხვა ადგილას ზუგდიდში რომ ვიყავი, ცოტა რაღაცა ცოტა მორცხობა მომძლია, რომ აი იმდენად ცნობი იყო, რომ შეიძლებოდა ამ ადამიანებს ჭირდებოდათ ეყიდათ ყველი, მაგრამ მე რო ყველის უკან მივიდექი, არავინ არ მოსულა. იყო რამოდენიმე გოგო, რომელმაც ძალიან კარგად მიიღო, გამიღიმე კიდევაც ფოტოებიც გადაიღეს ჩემთან და მე სიამოვნა, რაც სტიმულს გაძლევს, რომ ემუშაო და არიან ისეთები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ჩვენს ცოდნას ვყიდით, ბავშვებს ვამზადებთ თუ რასაც ვაკეთებ და რა თქმა უნდა, ყველამ თავისი
შრომა უნდა გამოიყენოს თავის საკეთილდღეოდ. რომ გითხრა რომ აჰა ეს ჩემთვის უმნიშვნელო არა ბატონო, ყველაფერი მნიშვნელოვანია დღეს. ყოველი კაპიკი მნიშვნელოვანია, მაგრამ კაპიკზე მეტად მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რომლებსაც ადამიანები ჩუქნიან ერთმანეთს. სიტყვა, რომელსაც თქვენ ავფრქვევთ უხვად. არ ვიცი. მე კი ვფიქრობ, რომ ვაფრქვევ ამ სიტყვას, მაგრამ გააჩნია თუ ძალიან ცივა ადამიანს და ვერ აღწევს მის სულამდე ეს სიტყვა, უკვე სად რჩება ეს გაცემული სიტყვა, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, აი ეზოში რომ ჩვენი ეზოს ბინადარი ბაქსია, მე თუ გავედი მის თვალში ვარ, რა ვიცი, ავტორიტეტი და რის დავიმსახურე. ყველი გამაქვს მაგასთან ერთი ნაჭერი და კუდის კიცინით და თამაშით მომყვება უკა. და მთავარი სტიმული, რისთვისაც არ გაჩერებულ ხართ თქვენი ცხოვრების განმავლობაში და არც აპირებთ გაჩერებას. ადამიანი დასაბაბიდან ყოველთვის ფიქრობს ეძიოს გზა, გამოსავალი, სიახლეები თავის ცხოვრებაში. აი არ ვიცი, საერთოდ ოდესმე რამე რო არ გავყიდო კი არა და არანაირი შემოსავალი არ მომივიდეს ფულადი, ის სულიერი რაც მე მაკლია და რაზეც მე განვიცდი და იცი შენ ჩემს ირგვლივ რაც ხდება, ამას ვერაფერი ვერ ამინაზღაურებს, მაგრამ მე ბევრი თავისუფალი დრო მქონდეს. ვიტყვი ალალად, რომ ალბათ ხონში დავასრულებ ცხოვრებას მეთქი და ამისთვის ჩემთვის არ უნდა იყოს თავისუფალი დრო და მთელი რიგი ეს ტრენინგები, სიახლეები, ეს ყველი იქნება, თექა იქნება თუ აღმზრდელობითი სწავლება საბავშვო ბაღის მეთოდოლოგიაში, ყველაფერი ეს მასულდგმულებს და ეს ჩემია. სახლში რომ მოვდივარ, ოჯახის რიტმს ვუერთდები და აქედან გასული ალბათ თუ ოდესმე დავიწუწუნებ კიდევ ძალიან ახლო მეგობრებთან, სულ რა 3 და 4 ადამიანი იქნება ასეთი, ვინც გაგიგებს და მოგისმენს მთელი თავისი გულის ყურით. ეგეც ადამიანური გრძნობებია და სხვა დანარჩენი სანამ შემიძლია, მინდა ძალიან ბევრი ვიტრიალო ბზრიალასავით. აი ძალიან ხშირად გადმომიგდებენ ხოლმე ჩემი პატარა და დიდი მეგობრები ისეთ რაღაცას, რომ აი თქვათ, იჯექი, დაისვენე, დაფიქრდი და მეცი თავისუფლება არაფერი გააკეთო. არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია ისეთი ლეილა, რომელიც არაფერს და ვერაფერს ვერ გააკეთებს და მე ასე მინდა ვიყო და სხვას რა მოვუწოდო, არ ვიცი. ყველა აკეთებს იმას, რისი სურვილიც თვითონ აქვს. მე ამის სურვილი მქონდა და ამას ვაკეთე. არასდროს არ უნდა გაჩერდეთ და შინ და გარეთ უნდა იტრიალოთ ყოველთვის. იცით რა მაინტერესებს, აი ძალიან ბევრი ქალია დღეს მით უმეტეს სოფელში, რომელიც ვერ ახდენს თუნდაც საკუთარი თავის დამკვიდრებას, თუნდაც იმ მცირე სოციუმში, სადაც უწყებს, ესე ვთქვათ, არსებობა. არ იცის რა უნდა გააკეთოს, არ იცის როგორ უნდა მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება და რას ეტყოდით ესეთ ქალებს, ვინც საკუთარ თავს ვერ პოულობენ ჩვენ საზოგადოებაში? მე ყოველთვის მიკვირს ბევრი რამ, მაგრამ ამ გაკვირვებას ხამამაღლა არ გამოვთქვა, იმიტომ რომ მე არ მინდა ჩემი მე დავკარგო ამით, იმიტომ რომ შენი გამონათქვამის დაცვა რო მოგიწევს იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ. ამიტომ ძალიან მიკვირს და ყველას მოვუწოდებ, რომ უქმად ჯდომას, უქმად ხტომა ჯობია მაინც ასე თუ ისე და ერთი დღით, ერთი საათით და ერთი, რა ვიცი, თუნდაც ბრჭყალებში ვიტყვი გამოფენაზე გასვლით, არც ხელი არ უნდა ჩაიქნიო და არც არაფერი. ამას წინათ რაღაც დავჯექი და ჩემთვის დავწერე, ხო იცი რომ ჩანახატებს ვაკეთებ ხოლმე, რომ ჩვენი ცხოვრება ჰგავს სვანეთის გზას. აი როგორი ლამაზია, როგორი ყველაფრით მოფენილია ეს გზა. თავისი გამწვანებით, თავისი ამ ოქროსფერი ფოთლებით, თავისი ბუჩქებით, ხრიოკი ადგილებით, ჩახეთქილი გზის მონაკვეთით, რა ვიცი, მშიერი მაწანწალა თუ მკვდარი ძაღლებით, ფუნებით, ოქრო გულიანი ადამიანებით, ენგურის ხეობით, რომელიც აი დამძიმებულია აი ამ ხის მორებით.
ესე ადამიანის ცხოვრებაც. ყველაფერია ჩვენს გულში. სიმძიმილი, სიმსუბუქერე, სევდა, დარდი და აი ამას გავს ჩვენი ცხოვრება. მხოლოდ ამას ვიტყოდი. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს. მადლობა რომ არ იღლებით. ან იქნებ იღლებით, მაგრამ არ ჩერდებით. შესაძლოა იყოს ორივე ერთად, მაგრამ არასოდეს არ მავიწყდება სიტყვები, რომ ყოველ ავდარს დარი მოყვება, აუცილებლად. ყოველ დაღამებას გამთენია მოყვება, ყოველ მზეს ღრუბელი მოსდევს და ღრუბელს ისევ სინათლე და მოდი ჩვენ სინათლეს გაუმარჯოს ჩვენი შეგონების იმ წერტილს, რისთვისაც ჩვენ ვირწვით და ვიღწვით. ასე მინდოდა მეთქვა. შენ გაგიმარჯოს. თქვენ გაგიმარჯოთ და იმ საქმეს, ყველა იმ საქმეს, რომელსაც ხელს მოკიდებთ და მჯერა რომ აუცილებლად მიიყვანთ ბოლომდე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, გვასიამოვნეთ თქვენი საუბრით. ჩვენს მსმენელებს კი შევახსენებ, რომ თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას და სტუდიაში თქვენთვის მარიამ შეროზიელ მუშაობდი. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლდათ ქალბატონი ლეილა შელია. მადლობა დიდი მარია. მადლობა. მომავალ შეხვედრამდე.